მეხუთე რაუნდი. დარტყმა. ბუსკეტსის ძლიერი მხარე შორიდან გასროლები არასდროს ყოფილა, თუმცა ხანდახან გაისროდა ხოლმე. თუნდაც ფრანკფურტის აინტრახტთან ევროპა ლიგაზე. მაგრამ ჩავის და ინიესტას ძალიან მაგარი დარტყმა ჰქონდათ. ჩავი შორიდან იტანდა თამაშიდანაც და სტანდარტულებიდანაც. პლუს ხშირად ხვდებოდა ფორვარდის პოზიციაზე და რეალიზების უმაღლეს მაჩვენებელსაც გვთავაზობდა. აი ინიესტა კი საჯარიმოს გარედან დარტყმების ოსტატი. ორივე ფეხით იდეალურად შემსრულებელი და ცხრიანების მომხსნელი, როგორც კლასიკოში, მაშინ როცა წინა დღით შვილიც კი დაეღუპა. აი ინიესტას დარტყმის გემო კი ჩელსის ფანებმა ყველაზე მწარედ იციან. კაი რა არ გინდა მაგ თამაშზე, მაგ თამაშის საჯობად კარგად იციან ჩელსის ფანებმა და რაც შეეხება ჩემ ტრიოს, ამ სამეულში სამივეს მაგარი დარტყმა ჰქონდა, აშკარად უკან ხარ. კაზეს ნამდვილი ზარბაზანი ჰქონდა. კროსკი პირიქით, ტექნიკა და მისი ბილიარდისებური დარტყმები და მოდრიჩი საერთოდ უნივერსალია. შეუძლია ცხრიანი ჩახსნას და ბადე გახიოს, ან შეუძლია ზუსტად კუთხეში ჩააგდოს ბურთი. ერთი სიტყვით მაესტრო. კი, რაჯობია რონი ოსალივანისებრ დარტყმებს კროსისგან, მაგრამ სტატისტიკაში სხვა კითხვები ჩდება. კი, ბლანკოსის სამეული საშუალოდ უფრო ხშირად ურტყამდა, მაგრამ რაც მთავარია, ეფექტურობა კატალონიელებს უფრო მეტი აქვთ. ყოველი 10-11 დარტყმა გოლით სრულდებოდა. აი ბლანკოსელების კი ყოველი მე-13. ეგ იმიტომ რომ საჯარიმოს გარედან მთელი 8%-ით მეც ურტყამდნენ. ამიტოა ასეთი სხვაობა. ყაიმი? ყაიმი. 9-9. ფრე. მე-6 რაუნდი. სისწრაფე.